მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას და მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, ვინც დამილაიქა, დამიკომენტარა. ყველას მადლობა. არხის სტუმრებს ვთხოვთ გამოიწერეთ და დატოვეთ კომენტარები გაშლის ქვეშ. დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. რა მიდის წარსულში, ხო, რა მიდის წარსულში და რა სიახლეს გვპირდება ახალი წელი და ზოგადად რა პერიოდი მთავრდება თქვენს ცხოვრებაში, ხო, რა პერიოდი, რა პროცესები მთავრდება თქვენს ცხოვრებაში და რა სიახლეებისთვის უნდა მოემზადოთ, ხო? ანუ აი ასეთი რაღაც ესეთი ფორმულირება რომ გავუკეთოთ და კითხვებს მოვიფიქრებ გზადაგზა და ნახოთ, ჯერ თავდაპირველად ნახოთ ორ ვარიანტზე გავაკეთებ. მე გადავდებ მეორე ვარიანტს, ვინც პირველი უბრალოდ დაგაცდით, აერჩეთ ვარიანტი, ჩემ ძვირფასებო. აერჩეთ ვარიანტი და შემდეგ დავიწყებ გაშლას. მე მგონი საკმარისია, გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი. თავდაპირველად ვნახოთ რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად თქვენს ცხოვრებაში, როგორ ენერგიებში ხართ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს ვარიანტი. თუ გეცნოთ სიტუაცია, გააგრძელეთ ყურება, თუ არ გეცნოთ, გადაიფიქრეთ, გადაირჩიეთ ვარიანტი. შესაძლებელია არც ერთი ვარიანტი არ დაემხეს, ესეც ნორმალურია, საჯარო გაშლა, ამიტომ თუ არაფერი გეცნოთ, დღეს შესაძლებელია თქვენი დღე არ არის. მას ასე ვნახოთ რა ხდება ამ მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში, რა ხდება ამ მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ რაღაც რთულ სიტუაციაში ხართ, რაღაც ტუპიკურ სიტუაციაში იმყოფებით, ჩიხურ სიტუაციაში იმყოფებით, როდესაც გინდათ რაღაც არჩევანის გაკეთება და ეს არჩევანი ძალიან რთულია თქვენთვის, ძალიან რთული მისაღებია. შესაძლებელია რაღაც გქონდათ ცხოვრებაში პრობლემა, იყო რაღაც ან ურთიერთობასთან დაკავშირებული, ან შესაძლებელია პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ან შესაძლებელია რაღაც შეთანხმებასთან დაკავშირებით, ხო, ყველასთვის ერთი და იგივე არ იქნება, ამიტომ რაც თქვენია ის ინფორმაცია აიღეთ, ამიტომ რაღაც რთული არჩევანის წინაშე დგახართ, რთული გადაწყვეტილების წინაშე, რომელიც ზოგიერთისთვის შესაძლებელია იყოს პირადი ურთიერთობა და აი ამ ურთიერთობის ან გაღრმავება, ან რაღაც სხვა ეტაპზე გადასვლა, ხო, სხვა ეტაპზე გადასვლა, ან ზოგიერთისთვის შესაძლებელია გაქვთ პერიოდი, როდესაც უნდა მიიღოთ რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია ან გამგზავრებასთან არის დაკავშირებული, ან რაღაც სიახლესთან, რომელსაც ფიქრობთ, რომელსაც განიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით ორიანი ხმლის არკანით, ხო? ჯერ ბოლომდე არ ხართ ჩამოყალიბებული. ზოგიერთმა შესაძლებელია მიიღეთ რაიმე წინადადება ვინმესგან, ხო, ან პარტნიორისგან, ან საქმიანი წინადადება, ესეც შეიძლება რომ ეს ვარიანტიც იყოს და ახლა ხართ ფიქრის პროცესში, რომ მიიღოთ და იმოქმედოთ, ხო? აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ამ მომენტისთვის. კი, რაღაც შანსები გეძლევათ, თითქოს შანსი გეძლევათ, ან მოგეცათ, ან ვინმესგან რაღაც წინადადება მიიღეთ ერთი სიტყვით და აი ამ მის ფიქრის პროცესში ხართ, რომ როგორ მოიქცეთ, რანაირად ანუ რთული არჩევანის წინაშე ხართ ერთი სიტყვით, ნებისმიერ ვარიანტში, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ხო, ეს პარტნიორულ ურთიერთობას, თუ საქმიან წინადადებას, თუ ფინანსურ რაღაც შემოსავალს, თუ რაღაც ნებისმიერს, ეს შესაძლებელია, ხო, შესაძლებელია მატერიალური რაღაც რესურსის მიღებასთან იყოს ეს წინადადება დაკავშირებული და რაღაც პარტნიორობასთან, რაღაც საქმესთან, სამომავლოდ, რამაც შეიძლება რომ რაღაც მომავალში ფინანსური სარგებელი მოგიტანოთ, ხო, ნებისმიერ ვარიანტში, ერთი სიტყვით, გაქვთ მისაღები, გადაწყვეტილება და არჩევანი გასაკეთებელი. აი ასეთ ენერგიებში იმყოფებით ამ მომენტისთვის. თუ გეცნოთ სიტუაცია, თქვენი თავი, მაშინ გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ, შემდეგი კითხვა იყოს ასეთი, რა უნდა დატოვოთ წარსულში, და შემდეგ ვნახოთ რა სიახლეს შემოდის უახლოეს მომავალში, ხო, უახლოეს ერთ თვეში ახალი წელიც დადგება და რაღაც ახალი იმედები, ახალი რაღაც იმედის ნაბერწკალი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მე მგონი ყველას გულში გვაქვს ეს რაღაც იმედები და ვნახოთ რა იქნება, ხო? ვნახოთ ჯერ რა უნდა დატოვოთ წარსულში, რა უნდა დატოვოს პირველმა ვარიანტმა წარსულში. სამიანი ხმალი, იეროფანტი და კოშკის არკანი. ჩემო ძვირფასებო, ნახეთ
ანუ რა უნდა დატოვოთ წარსულში და უნდა დატოვოთ წარსულში გულის ტკივილი, რომელიც შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანს ქორწინებიდან გაქვთ, რომელიც არ შედგა, ხო, არ შედგა. შესაძლებელია ზოგიერთმა უნდა დატოვოთ ის ტკივილი, რომელიც განიცადეთ, ხო, და აი რაღაცნაირად თითქოს ტკივილი და არ იყო ადვილი, ხო, თქვენ წარსულში რაღაც ძალიან სერიოზული ცვლილება განიცადეთ. შეიძლება აი ამ ეს ტკივილი, რაც თქვენ გადაიტანეთ, შესაძლებელია ეს უნდა მომხდარიყო კიდეც იმის გამო, რომ რაღაც ახალი ძალა გეპოვათ თქვენს თავში, ხო, რაღაც რწმენა თქვენი უფრო მეტად გაძლიერებულიყო. შესაძლებელია ის სიტუაცია, რთული სიტუაცია, ეს პარტნიორული ურთიერთობა იქნება, ეს იმედგაცრუება იქნება, ოცნებების ნგრევა თუ ოჯახის ნგრევა, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი სიტყვით რაღაც დაინგრა, რაღაც ძლიერი სტრესი გადაიტანეთ და ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა. ხო, შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა აღმოაჩინეთ, რომ ადამიანი, რომელიც თქვენთვის იყო, როგორ გითხრათ, იყო ეტალონი მისაბაძი პიროვნება, რომელიცგანაც ვერც კი წარმოიდგენდით, ხო? ანუ წესიერების, ზნეობის მაგალითი, შესაძლებელია აი ასეთი პიროვნებისგან რაღაც დარტყმა განიცადეთ, რაღაც გულის ტკენა, მაგრამ მაინც არ დაეცით, ხო, მაინც არ დაკარგეთ რწმენა, მაინც არ დაკარგეთ იმედი. აი ეს რთული სიტუაცია, რაც გქონდათ, ეს უნდა დატოვოთ წარსულში, ჩემო ძვირფასებო. შესაძლებელია ღალატის მსხვერპლიც კი გახდით, ხო? შესაძლებელია ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებოდით, ვისაც თქვენთვის ძვირფასად თვლიდით, ზურგში დანაჩაგდათ, ხო? ანუ რაღაც ძალიან წარედ მოტყუებული დარჩით შეიძლება და ყველანაირად შეიცვალა თქვენი ცოდნა. ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა და სწორედ აი ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს რაღაც განქორწინების საკითხიც, ხო? განქორწინების საკითხიც უკვე დასრულებული ურთიერთობა. ეს რაც თქვენ გაიარეთ, უნდა გაგევლოთ. ეს იყო თქვენთვის გაკვეთილი, ჩემო ძვირფასებო და აი ეს გაკვეთილი, რომელიც თქვენ სამყარო მოგივლინათ, ხო? ეს არის სწორედ ის რაც უნდა გამოიტანოთ, ხო? ანუ რაც უნდა ისწავლოთ, რომ მომავალში მსგავსი აღარ დაგემართოთ. ანუ ეს იყო თქვენი გასავლელი გზა და აი ეს ნერვიულობა, გულის ტკენა და ეს ყველაფერი რჩება წარსულში, ჩემო ძვირფასებო, ეს უნდა დატოვოთ წარსულში და ასე ვთქვათ, იმედის რწმენით და იმედით შეხედოთ მომავალს. მოდი ვნახოთ, რა კი მომავალი ვახსენებთ, რას გიმზადებთ მომავალი, უახლოესი მომავალი, ხო? ერთ თვეში უკვე ახალი წელი დადგება და რას გიმზადებთ უახლოესი მომავალი, უახლოესი ერთი თვე, ორი თვე, თქვენ თავად ჩაიფიქრეთ, რა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, რა სიახლე შემოდის პირველი ვარიანტის ცხოვრებაში და სიახლე ნამდვილად შემოდის, ჩემო ძვირფასებო. შესაძლებელია წარსულიდან არ ვიცი, შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში ზოგიერთთან იყო მამაკაცი, ხო? მამაკაცი წარსულიდან, მამაკაცი, რომელიც ახლიდან, რომლის მიმართაც შესაძლებელია რაღაც გრძნობა გაციებული, ან შესაძლებელია არც კი უყურებდით სერიოზულად, ხო? არც კი უყურებდით რაღაც რომანტიული თვალით, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება პიროვნება, მამაკაცი თუ პარტნიორულ ურთიერთობაში ამ მომენტისთვის არ იმყოფებით, შემოკარგებო და არ იმყოფებით და არ გაქვთ პარტნიორული ურთიერთობა და არ გაქვთ ოჯახი, ხო? შესაძლებელია უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს მამაკაცი, ხმლის მეფე, რომელიც რაღაც რომანტიკულ წინადადებას შემოგთავაზებთ, რომელთანაც შესაძლებელია იყოს რაღაც სასიამოვნო შეხვედრა, ფლირტი, რაღაც გულითადი საუბარი, მეგობრული, ხო? ანუ რაღაც მზრუნველობას იგრძნობთ მისი მხრიდან და არ არის გამორიცხული, რომ ეს პიროვნება იყოს წარსულიდან, ჩემო ძვირფასებო, წარსულიდან შესაძლებელია იყოს ქვრივი პიროვნება, იმიტომ რომ ხმლის მეფე არის ხშირად ერთ-ერთი ვარიანტი, შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ასეც, რომ პიროვნება გამოჩნდეს, რომელსაც ოჯახი აღარ აქვს და შემოგთავაზოთ რაღაც ახალი ურთიერთობა, რაღაც რომანტიული, რომელიც შესაძლებელია არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთთან რაღაც წინადადებით, ოჯახური თანაცხოვრების წინადადებითაც კი შემოვიდეს, ხო, თქვენთან ზოგიერთთან, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ყველასთან იყოს, ვთქვათ, ან ქვრივი, ან გაცილებული, არის ხმლის მეფე, რომელიც მამაკაცი, რომელიც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. თუ ვთქვათ, თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი პარტნიორულ ურთიერთობაში არელით, ხო, ასეთ სამომავლოდ შესაძლებელია იყოს ეს პიროვნება, რომელიც გვერდში დაგიდგებათ, რაღაც წინადადებას შემოგთავაზებთ და გვერდში რაც
გვერდში რაღაც სიახლის მომტანი იქნება ეს თქვენს ცხოვრებაში. მე დავაზუსტებ ჩემ კარგებო. კიდევ კი, ძალიან ბევრთან ეს იქნება პიროვნება წარსულიდან, რომელთანაც შესაძლებელია რაღაც ზოგიერთს გქონდეთ რაღაც უსიამოვნო ანუ როგორ გითხრათ დაშორება, უსიამოვნო დაშორება, რომლისგანაც რაღაც გულისკენა გაქვთ. შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანთან პიროვნება ვისგანაც გული გაქვთ ნატკენი მოვიდეს და შერგება გთხოვოთ. ან მოიბოდიშოს და თქვას რომ დანორჩევს აქციელს და დავაბრუნოთ ის წარსული, რადგან ამ პიროვნებას შესაძლებელია ნოსტალგიური რაღაც მომენტები ახსენდება თქვენთან ერთად გატარებული წარსული, რომელიც შეიძლება რომლის დაბრუნებაც სურს, ხო? ანუ შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანთან პიროვნება, ვისგანაც გული გაქვთ ნატკენი, მოვიდეს იმის აღიარებით, რომ რაღაც შეცდომა დაუშვა და რომ ითხოვოს კიდევ ერთი შანსი. აი ესეთი ვარიანტი გამოგვივიდა. პირველი ვარიანტი, თუ პარტნიორული ურთიერთობა თქვენთვის ამ მომენტისთვის არ არის თქვათ პრიორიტეტული და მაინც სასიყვარულო კუთხით რომ არ წავიდეს, შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს პიროვნება, რომელიც დაგეხმარებათ, გვერდში დაგიდგებათ და იმ რთული სიტუაციიდან შეიძლება რომელიც ახლა გაქვთ, ხო, რაღაც რთული სიტუაციიდან დახმარება გთხოვოთ და გვერდში დგომა გთხოვოთ. რაღაც მეგობრის სტატუსით შემოვიდეს, ან არ აქვს მნიშვნელობა ეს მეგობრის სტატუსით იქნება თუ მოკლედ დახმარებას გაგიწევთ და გვერდში დგომას და ერთი სიტყვით შეეცდება რომ აი ეს რთული სიტუაცია რომელიც ამ მომენტისთვის გაქვთ რაღაცნაირად დააბალანსოთ და გადალახოთ ერთი სიტყვით. აი ესეთი პროგნოზი გამოგვივიდა პირველი ვარიანტისთვის. მე მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს, ძალიან მაინტერესებს. გამომეხმაურეთ ჩემო ძვირფასებო, გამომეხმაურეთ. პირველ ვარიანტთან კიდევ ახლა ინფორმაცია მომივიდა, უცებ რომ ავალაგე, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი ვინც თუ იმყოფებით რაღაც ჯანმრთელობის პრობლემით, ხო, მცხრიანი ხმალი ამოვიდა ჯანმრთელობის პრობლემით, შესაძლებელია გამოჩნდეს და ამ მომენტამდე რაღაც უშედეგოდ დადიხართ თქვა ექიმებთან და რაღაც ვერ ანუ თქვენს პრობლემას ვერ აგვარებთ, შესაძლებელია გამოჩნდეს სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ აი ამ პრობლემის მოგვარებაში, ხო? ეს შესაძლებელია ერთეულთან რეზონირდეს, მაგრამ მაინც ეს ინფორმაცია რაც უცებ მომივიდა, მინდა რომ გადმოგცეთ. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მადლობა და გამომეხმაურეთ, ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა. მოგესალმებით მეორე ვარიანტს და ვნახოთ თქვენი ენერგიები, როგორ ენერგიებში ხართ, რა ხდება ამჟამად თქვენს ცხოვრებაში, რა ეტაპზე ხართ, რა ფიქრებში, რა გაწუხებთ და ასე შემდეგ, რას გვიჩვენებს სამი არკანი. ვნახოთ რა ხდება ამ მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში, როგორ ენერგიებში იმყოფებით ამ მომენტისთვის, ვნახოთ ეშმაკის არკანი, სამიანი პენტაკლი და 10-იანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი, ახ დასტის ძირზე ქურუმი ქალი, ჩემო კარგებო, ამ მომენტისთვის მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია თქვენი სიტუაცია არც ისეთი მარტივი იყოს, ხო, შესაძლებელია ეშმაკის არკანი რაღაც დამოკიდებულება გაქვთ, რაღაც ან მავნეჩვევა, ან რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა, ან შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანს რაღაც ფინანსური დანაკარგი და ფინანსური სირთულე გაქვთ. რაღაც უნდა დავაპაუზო. გავაგრძელებთ ჩემო ძვირფასებო. ანუ იმის თქმა მინდა რომ ზოგიერთი თქვენგანი აქ მეორე ვარიანტი ვინც ერჩეთ საკმაოდ რთული სიტუაციის წინაშე დგახართ, შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანს გაქვთ რაღაც ფინანსური პრობლემა, ფინანსური მიჯაჭვულობა, ზოგიერთ შესაძლებელია რაღაც ვალი გქონდეთ, რომელიც უკვე ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, ხო, შესაძლებელია რაღაც დანაკარგიც კი გქონდათ, ან გაქვთ ამ მომენტისთვის რაღაც ფინანსური. ზოგიერთ შესაძლებელია რაღაც მაცდური წინადადების მსხვერპლი აღმოჩნდით, რამაც გაგანადგურათ, ხო? ანუ შესაძლებელია ვინმემ რაღაც მაცდური წინადადება შემოგთავაზათ, რომელიც თავიდან შეიძლება მაცდურად ჟღერდა, რომ ვთქვათ, მოგიტანათ რაღაც სარგებელს, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდა ისე, რომ
სარგებლის მაგივრად რაღაც დანაკარგი განიცადეთ, ხო? რაღაც დასრულდა ერთი სიტყვით რთული პერიოდი. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია დატოვა და გამოვიდა ამ ტოქსიკური ურთიერთობიდან, რაღაც ფინანსური პრობლემებიდან, მაგრამ უკვე დასასრულისკენ არის, ხო? 10-იანი ხმალი, როდესაც უკვე დასრულებულია, რომ ამის იქით უკვე ამაზე მეტი რაღა უნდა და თქვათ შეიძლება თქვათ, რომ ამაზე მეტი რაღა უნდა დამემართოს, ხო? უკვე განადგურებული ხართ ფიზიკურად კი არა, მორალურად ხართ განადგურებული, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი. ასევე შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანს სამსახურის თემასაც რომ შევეხოთ, ხო, რეზონირებაში შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა დატოვეთ სამსახური და დატოვეთ ან იძულებული გახდით, რომ სამსახურში რაღაც შეთქმულების ან რაღაც ზურგში ვინმემ რაღაც ერთი სიტყვით ისეთი ზურგს უკან ისეთი რაღაც მოიმოქმედა, რამაც იძულებული გაგხადათ, რომ სამსახურიდან წამოსულიყავით და გეტოვათ სამსახური, ხო? ანუ რაღაც დანაკარგი შეიძლება გქონდეთ ამ მომენტისთვის, რასაც განიცდით და ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია, აქ იყოს კიდევ ერთი ვარიანტი, რომ შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი თუ სასიყვარულო სამკუთხედში იმყოფებით, აი ამ სასიყვარულო სამკუთხედიდან ცდილობთ, რომ გამოხვიდეთ და დაასრულოთ ერთი სიტყვით. აი ასეთ ენერგიებში იმყოფება მეორე ვარიანტი, არ დაგვაწყდეს საჯარო გაშლა, რამდენიმე ვარიანტი გავაჟღერე, რაც თქვენია ის ინფორმაცია მიიღეთ, თუ გეცნოთ გააგრძელებთ ყურება და ვნახოთ, რა უნდა დატოვოთ წარსულში. მეორე ვარიანტმა რა უნდა დატოვოს წარსულში, რა რჩება წარსულში, ხო, რა მიდის, რა რჩება წარსულში. მეორე ვარიანტისთვის რა რჩება წარსულში. ანუ აი პირდაპირი მნიშვნელობით ზოგიერთმა უნდა დატოვოთ ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ შეიძლება ითქვას ვნებაზე იყო და რაღაც სიამოვნებაზე, რომელიც არაფრის მომცემი იყო სხვა. ხო, ანუ სულიერად განადგურებდათ. შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა უნდა დატოვოთ ის რთული სიტუაცია, რთული დაძაბული სიტუაცია, სადაც აღარ არის სიყვარული, აღარ არის გაგება. შესაძლებელია წარსულში დარჩეს და უნდა დატოვოთ ფინანსური დანაკარგი. ნუ აღარ იფიქროთ, აღმორჩა, რა კი ის გაკვეთილი უნდა გამოიტანოთ, ხო, გაკვეთილი. ნახეთ როგორი მომენტია, ძალიან გიჭირთ, რაღაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე იღებთ ძალიან ბევრს. მხოლოდ თქვენ ცდილობთ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა, რაღაც გაიტანოთ ბოლომდე. მუდმივად დაძაბული ხართ, მუდმივად სტრესულ სიტუაციაში ხართ. აი ეს ყველაფერი წარსულში რჩება და უნდა დატოვოთ წარსულში და უნდა უკეთესისკენ უნდა წახვიდეთ, ხო, მართალია ჯერ უკეთესი მომავალი შეიძლება რთული იყოს, შეიძლება ახლიდან მოგიწევთ ყველაფრის დაწყება, მაგრამ თქვენ უკვე გამოხვედით, უკვე მოქმედება გაქვთ თითქოს დაწყებული და ის უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ის, რომ ის რასაც სარგებელი არ მოაქვს თქვენთვის და რაც სულიერად გფიტავთ, რაც გიმძიმებთ ცხოვრებას, ეს ყველაფერი უკვე წარსულში უნდა დატოვოთ და ძალიან სწორია. ჩემი უფასებო, ანუ ვინც თუ პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე იღებთ და ძალიან ბევრს იტვირთავთ და ძალიან ბევრს ასე ვალდებულებებს იღებთ საკუთარ თავზე, ეს ყველაფერი უნდა მოიშოროთ მხრებიდან და გადაუნაწილოთ თქვენს გარშემო მყოფებს ის ვალდებულებები და ის პასუხისმგებლობები, რომ მარტო თქვენი საზრუნავი არ არის, ხო, მარტო თქვენი ასე ვთქვათ, თქვენი მხრებით არ უნდა ათრიოთ და თქვენს მხრებზე არ უნდა გადაიაროს იმ სირთულეებმა, რაც გქონდათ, ეს ფინანსური იქნება თუ პასუხისმგებლობა იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა, ერთი სიტყვით აი ეს ყველაფერი მიდის წარსულში, ჩემი ძვირფასებო და ვნახოთ რა სიახლე შემოდის უახლოეს ერთ თვეში, ან თვე ნახევარში, ან თავად ჩაიფიქრეთ პერიოდი, რა სიახლეს უნდა ელოდეთ. ჩემი ძვირფასებო, ნახეთ როგორი მომენტია. თუ აქამდე იყავთ რაღაც ჩიხურ სიტუაციაში, ორიანი ხმალი აქვს. აქ ორიანი ხმალი, ტუზი, თასის და 7-იანი პენტაკლი. თუ აქამდე რაღაც ჩიხურ სიტუაციაში იყავით, შესაძლებელია მოგეცეთ რაღაც ორი ვარიანტი, რაღაც წინადადება შემოვიდეს, რაღაც სიხარული შემოვიდეს, რაღაც სიახლე აუცილებლად იქნება თქვენს ცხოვრებაში. ერთადერთი რაც უნდა გითხრათ ის არის, რომ შესაძლებელია იმას, რაც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენ მიიღოთ, თქვენ არ იყოთ უიმედოდ და ბევრი არ იფიქროთ, ხო, ანუ გადაწყვეტილება მიიღოთ და შესაძლებელია ის, რაც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, არ გქონდეს ისეთი სწრაფი ეფექტი, სწრაფად რაღაც მოგვარებადი საკითხი, ანუ ცოტა დრო დასჭირდეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 7-იანი პენტაკლია, ხო, აქ შესაძლებელია
თუ ფინანსებს ეხება ეს, ხო? თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მოგვარდება. მთავარია თქვენ გქონდეთ მოთმინება და იმის უნარი, რომ აი მოთმინებით რაღაცნაირად ბოლომდე ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაბიჯით ბოლოში აუცილებლად მიაღწევს თქვენს საწადელს, რადგან ნახეთ, 8-იანი პენტაკლია. 8-იანი პენტაკლი, ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა. თუ სამსახურს ეხება თქვენი სურვილი და თქვენი აი ეს თუ სამსახური დაკარგეთ და სამსახურთან არის ეს რაღაც პრობლემები, ხო, თქვენი დაკავშირებული და შესაბამისად ფინანსები, იმიტომ რომ ერთმანეთზეა მიბმული, აუცილებლად მოგვარდება უახლოეს პერიოდში ეს თქვენი პრობლემა აუცილებლად რაღაც წინადადებას, რაღაც შეთავაზებას, რაღაც არ ვიცი, რაღაც სიახლე აუცილებლად იქნება ამ კუთხით, ფინანსების და სამსახურის კუთხით, ჩემო ძვირფასებო. თუ თქვენი პრობლემა არის პირადი ურთიერთობა და პირად ურთიერთობაში არ გაგიმართლათ, ხო, და რაღაც ან სასიყვარულო სამკუთხედში იმყოფებით, აუცილებლად იქნება რაღაც სიახლე, ოღონდ ჯერ თავდაპირველად დაგჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარი თავის ფეხზე დაყენება დაგჭირდებათ და შემდეგ ყველაფერი მოგვარდება. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ. მადლობა და ნახვამდის.